გამარჯობათ მეგობრებო, გამარჯობათ. ნახეთ, წვანე მაიკა მაცვია სარუჩკა და თემაც შესაბამისი გვექნება. ჩვენ მოგეხსენებათ, რაზე არ ვლაპარაკოთ, ხან ფილოსოფია, ხან ლიტერატურა, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც სოფლის მეურნეობაზე არ ვლაპარაკოთ, არადა როგორი ახლო თემაა ჩემთან. თქვენ იცით მეგობრებო, მოგეხსენებათ, რომ მე გორის რაიონში, სოფელ მეღურეკეში გვაქვს ჩვენ მიწის ნაკვეთები და ვამუშავებთ, ვაწარმოებთ სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს. და ახლა აქ ჩამივარდა ასეთი ვარიანტი, ნევადიდან წამოვიღე სასუქები და მოვედით კალიფორნიაში. მოგესალმებით, კალიფორნია არის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი შტატი მთელ ამერიკაში. და მოვედი და აგერ არის ეს ეთყობა სასუქების ის არის საწყობი. და მოვედი და 1 საათი დაგველოდეო. და ალბათ გადმოვტკითხავთ და ჩვენც ახლა ეს 1 საათი გამოვიყენოთ და ჩვენებურად შემეცნებითი ვიდეო გადავიღოთ ამ სიმწვანეში. იქით მთელი ბაღებია, მაგრამ აქეთ ხედავ, რომ აი ხედავთ როგორი კაკლის ხეები აქ. როგორი მოვლილია ჩემ პარტნიორებთან. მოგესალმებით, მოდი ახლა ბარემ ასე ნელ-ნელა მივუყვებით. ფაქტობრივად ყოველ კვირა, ყოველ დღეში ერთხელ სულ კავშირი მაქვს ჩემ პარტნიორებთან რა. და ახლა საგაზაფხულო სამუშაოები მოდის და სასუქები, შეწამლა ძალიან ისეთი ყურადღება უნდა. და უყურებ ხოლმე აქ ნახე როგორი მოვლილი ახლა ეს ავარაუდოთ რისი ხია კი არ ვიცი. და ყველა ხესთან მოყვანილია წვეთოვანი, ნახეთ. მაგრამ ეს ახლა მე ვკითხავ ალბათ რა არის რისი ხია, კაკალია მგონი, ხო კაკალია, კაკალი. და ყველა ძირთან მოტანილია წვეთოვანები რა. საერთოდ წვეთოვანი ტექნიკა ძალიან კარგი რაღაცაა, მაგრამ ჩვენ რეალობაში და ჩვენ მოცემულობაში საქართველოში ცოტა ძვირიჯდება, ძვირიჯდება თუ არ ძდება, საჭიროა და ეხლა მე პირადად ჩვენ ბაღებში არ აგვაქვს ჩვენ წვეთოვანები გაკეთებული, იმიტომ რომ ჩვენ კომუნისტების დროიდან არხია გამოყვანილი ცხინვალიდან და იმით წყლით სარგებლობთ, მაგრამ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა წვეთოვანი ჯობია და წვეთოვანი. ხო და რისი თქმა მინდა ამ შეწამლაზე და ამ შხამ ქიმიკატებზე, რომელიც საჭიროა, იმიტომ სხვანაირად არ იზრდება, იმიტომ რომ იმდენად გაჭუჭყიანებულია გარემო. ჭიები ეს წერები ეს ანადგურებენ, მაგრამ შხამ ქიმიკატებით საჭიროა, იმიტომ რომ ამის გარეშე არ გამოდის. ეხლა ადრე კომუნისტების დროს 20-30 წლის წინ ეთი შაბი ამას თუ სარგებლობდნენ და იმით ენას მოწამლიდნენ და დიდი მეორე რაღაც სახეობა ქონდათ ხოლმე შესაძლოა. აქ ნახეთ რამდენი რაღაცა მთელი საწყობია სხვადასხვა სახეობების და აი მეც ახლა სხვა რაღაცა მოვიტანე. იმასაც ალბათ გაჩვენეთ მე. და რაზე მინდა ახლა საუბარი წამოვიწყო, რომ აი ხაც სულ ფიქრობ მე და ჩემი პარტნიორები რა. იმიტომ ადრე თქვა კომუნისტების დროს შაბი ამები და მეტი არ ქონდა და მარტივად იყო და კაი არ ფუჭდებოდა მოსავალი და ეხლა სხვადასხვა ქიმიკატები გერმანულიო, იტალიურიო გაიგე ხა რა არის და ვერც ხვდები ხა რომელია კარგი ხო? ბაზარი, მარკეტი და ბაზარი 1000 შხამ ქიმიკატებს გთავაზობს და სამწუხაროდ იყო შემთხვევები კაი რეკლამას გააკეთებდნენ შხამ ქიმიკატებზე და მე მოიტანდნენ და ის პირიქით უფრო უარის უფრო წამლავდა ნარგავებს და მოსავალს. ახლა ისიც არის გავრცელებული, რომ თქვათ არ ვიცი ახლა მაიმუნობენ თუ ნალაპარაკებია თუ ჭორია თუ, მაგრამ ხო იცი ზოგიერთ ჭორში სიმართლეც არის რა. აი მაგალითად მოვიდა რაღაცა შხამ ქიმიკატი, ხო, წამალი და წყალში უნდა გააზავო სიტყვაზე 5 ლიტრაში რაღაცა 2 გრამი, 3 გრამი. ამათ მაგრამ უფრო მეტი მოიგონ 2-3 გრამი უფრო აკლებენ, ან სხვა რაღაცას ურევენ და იმას აფასოებენ და იმას ყიდიანო. არ ვიცი ხა მართალია თუ არ არის მართალი,
ეხლა ხო იცით, ეხლა ადამიანებს ისი აქვს თუ ტვინი არეული, ოღონდ მოგება გააკეთოს და რაღაცა ნახოს მოგება, ყველაფერს კადრულობენ. ამასობაში გლეხმა რა უნდა გააკეთოს, ეხლა აღარ იცის, ეხლა შედიხარ მაღაზიაში 1000 სახეობის ხამქიმიკატებია და რა არის კარგი, რომელია კარგი, მერტმა იცის. ეხლა მე მაგალითად ჩვენ ყავს ერთი სოფლის მეურნეობის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში სწავლობდა, ის სწავლობდა მეთქი პროფესორია და რო აირია სიტუაცია, პატარა მაღაზია და ის გვთავაზობს სხვადასხვა რაღაც ხამქიმიკატებს, მაგრამ გინდა არ გინდა რაღაც ეჭვის ეჭვის გებადება, ეხლა რა იცის იმან, ხო იქ შეიძლება თვითონ გერმანიაში ან იტალიაში ან ჰოლანდიაში ან სადაც იქ არასწორად გააკეთეს ან ის ქიმიკატის იმ მოთხოვნილების არ აკმაყოფილებს ის წარმოებელი რაც უნდა იყოს წესია. აი არ ვიცი, აი ცოტა ესეთი თემა არა და ვერ ისვენებ ხო ეხლა მთელი წლის განმავლობაში უნდა მოიწამლოს სასუქები უნდა დაიყაროს. არ დააყრი, ფიქრობ, არ დააყრი და რა ვიცი, რა მოუვა ღმერთმა იცის. და მე იყურები ისევ ამ ხამქიმიკატებს და ამ ტექნოლოგიების მხარეს და გაიგე ეხლა რა არის კარგი და რა არის ცუდი. ეხლა ამ შემთხვევაში ეხლა ამერიკა ეხლა ეს თავისთავად ესე თქვა საწყობი ამას ყიდიან. ეს საშუალო ის არის კომპანია, მაგრამ რა ვიცი ეხლა ნათლა ის არის რა საფიქრელია და გინდა არ გინდა ამაზე ფიქრობ, მაგრამ ამდენ მრავალფეროვნებაში და ამდენ იმაში რა გინდა გაერკვე, რომელია კარგი, რომელია ცუდი და მთელი უბედურება ის არის, რომ ამას უნდა დრო. შენ რო სასუქს და იმას დააყრი და ბოლოს უკვე წლის ბოლოს რო გახმება, მე ვფიქრობ, ახ შენ გახმება, მაგრამ მე იწყებ, რას მიშვილის ახლა შედეგია რა და გადადიხარ მეორე წელზე. არა და სოფლის მეურნეობას ხო იცი როგორი ისაა, რომ ერთი წელი ელოდები და თუ ის წელი დაგეკარგა, მე ყველაფერი წყარში გეყრა, ისე მომოაწეზე გადიხარ, მე ისე მომოაწეზე და ასე შემდეგ. თუ ამასობაში ამინდიც დაემატა, ხო უარესი. თქვენ ალბათ გახსოვთ ახლა ჩემი მაყურებლები ვინც არის, მაგალითად შარშან მთელი გორის რაიონმა და ქარილის რაიონმა იზარალა, იმიტომ რომ აპრილის თვეში როცა დაიწყო ყვავილობა, მაშინ რა ქვია, ყინვამ დასხო და მთელი ის გაგვიფუჭა. ეხლა ისე მომოვალი წელი წამოვიდა და ეხლა რომ მირეკავენ ხოლმე მეუნებიან, ეს არის მისაცემი, ეს არის დასაყრელი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ როგორ გითხრათ, არ ვჩერდებით ამაზე, მაგრამ მაინც გვაქვს იმისი, რომ ვაიმე სასუქი კარგია თუ არ არის სასუქი და ასე შემდეგ და ბოლომდე მაინც არა ვართ, აი რაღაცა ის არის რა. გაიგე ხარ რა არის კალიფორნია scale netting instrument. მოდი აი გაჩვენოთ მე რა მოვიტანე. ახლა ვინც სოფლის მეურნეობაში ტრიალებად მიღწევენ, აი ესეთი რაღაცა მოვიტანე მე. აი მაშინ არის სითხე. ალბათ რა ვიცი, ბალახის არ ვიცი რა არის, გურათი რადგან არ ვიცით. ჩემ ბიზნესში, ჩემ სოფლის მეურნეობაში ჩემი კოლეგები არიან უფრო ჩართული. მე უფრო ფინანსურად ვეხმარები, მაგრამ გული და სული მაგათან ვარ, მაგრამ რა გინდა რა კაი ბაღებია შეხედეთ ახლა ერთი ეს უკვე რა ხი ერთ ხო კაკლებია, კი კაკლები ნახეთ ხო, კაკალია. აი ეს კაითი იქნება ერთი 10-15 წლის კაკლებია და ჩემ ბაღებში ჯერ ვერ მივიყვა, ახლა ფაქტობრივად შაშან ველოდებოდით ის საერთოდ როგორ არის ხილში მე-4-მე-5 წელს მოდის სრული მსხომიარობა და შაშან მივიყვანეთ ეს ჩვენი ხეები და შაშან ამინდმა არ გაგვიმართა და აბა წეს რა იქნება, ნახოთ. აი გაჩვენოთ აბა რა მოვიტანეთ, აი ესეთი რაღაცა მოვიტანე. რა არის ღმერთმა იცის. ნევადიდან წამოვიხე. აი ხან ახეთ ისე მაინც სუბაღებია ეხლა, სუბაღები მე ვიმყოფები აი ხო რუკას რო შეხედოთ ფრესნო არის კალიფორნიის შუა ნაწილია და რაღაც სუბაღებია მთელი თითქოს აი ნახეთ ეხლა ეს კაკალი
და რა კაი საქმეა, რა კაი საქმე. უბრალოდ აი ეს ისევ და ისევ ამ წამლების და შეწამლის ამბავს უკავშირებ, იმიტომ რომ ფაქტობრივად თელი მეურნეობა მაღაზია დამოკიდებული და ეს წამლებიც ხო ფურთან არის დაკავშირებული, ძალიან ძვირია. მე იმ პროდუქციას რომ მოიყვან, იმ ისე უნდა გაყიდო რომ ეს ხარჯები გადაფარო ეს ხარჯები, წამლების შეწამლის და მუშები და ასე შემდეგ და რაც შენ დაგრჩება მოგება, ის არის შენი მოგება და საკმაოდ რთულად და მძიმედ მოდის ეს ყველაფერი. ვა, ეს რა ქნია, ეს გაუხმათ. თუ ეს ახალი დარგულია ეს პატარა. ეს რა არის? წყალი, ცალკე რაღა ტექნოლოგია. ეტყობა ეს გაუხმათ, ნახეთ, აი სოფლის მეურნეობას კიდევ რა აქვს, უყურეთ, ეს ძველი ნარგავებია, ძველი ამხელა გაზდილია, ეს ეტყობა გაუხმათ, ახალი გაზდილია და იქითაც ნახეთ ეტყობა გაუხმათ და იქით პატარა ნარგავებია რა. აი ეს პატარა ნარგავები. და კაი მოვლილია რა. ჩემო კოლებებო, გიო. ჩემო მარჯვენა ხელო, თუ უყურებ ამ ჩემ გადაღებებს 100 სიტყვი. როგორი მოვლილია. ახე კაკლის ტყეებში ვართ რა, ნახე რა ამბავი, მთელი რიგები მიდის იქით. უყურეთ, აი ესაა კიდე, აი ამას უნდა ძალიან ნერვია. ეხლა ქალაქელებიც ძნეა, მე რომ დავიწყე ეს ბიზნესი გამიკვირდა, იმიტომ რომ თითო უყურეთ, ეხლა ეს ხო გაზდილი, ეს უკვე ნაყოფს იძლევა, მაგრამ ეს ეხლა ახალი დარგულია. ეხლა ეს რო კარგად გაიზარდოს, იმ ფორმამდე რომ მივიდეს, 1-4-5 წელი უნდა. და მე ეწყეს ხომიარობა და როგორია ხა 4-5 წელი ელოდები ხომიარებას. მაგარი ნერვები გინდა, ხო? და ეხლა ვინც სოფელშია გაზდილი და უფრო სამ სფეროშია, ამისთვის მზად არის და ეხლა ქალაქში გაზდილ ადამიანს ეს უჭირს ამის გადალახვა, მაგრამ მეც აი გურათია მეც მიჭის რა, ხო იცი, უცბად გინდა, მოგება გინდა, ეხლა ქალაქში წახვედი სამუშაო რაღაც იმუშავე, ხერფასი აიღე, რაღაცა ბიზნესში ჩადი, უცბად აიღება. სოფლის მეურნეობაში ასე არ ხდება. აი აქითაც აი ეს ხო ეგ გაუხმათ, ეტყობა იქაც გაუხმათ და ახალი დარგეს. თავისი ციკლია. კი, ახლა თქვათ ასეთი ხე, სიტყვაზე ხა მე ჩვენ ახლა ცხალი ვაშლი და ატამი გვაქვს, ახლა ეს კაკალია 4-5 წელი რო გაიზრდება, მე 25 წელი ცოცხლობს და მე კვდება. მაგრამ იმ პერიოდში შეიძლება გახმეს და აი ახალი უნდა შეცვალო. აი აქაც იგივე ვარიანტია. ეხლა წარმოიდგინეთ ესა ამან გაიხარა, მაგრამ ამ რიგში ეტყობა გახმა და ახალი ენერგიები დარგეს 1, 2, 3 და იქაც ხედავ პერიოდულად. რა სიზავ, ეხლა სხვა რა გზაკახ. კომერციას და მარკეტინგურ ბაზარს თავისი მოთხოვნებია. ეხლა მაშინ აღარ უნდა მოკიდო ამას ხეს და თუ მოკიდებ ამას ხეს, ასეთი რაღაცების უბრალოდ მზად უნდა იყო, რომ მოვა პერიოდი და გახმევა. მაგრამ საერთო ჯამში მაინც შედეგით არის ყველაფერი. იმდენი მოგება უნდა ნახო, რომ ეს დახარჯული ენერგია და ეს ასუქები და ისინი ყველაფერი ამოიღო. აი ხა მაგალითად ჩემ მაგალითზე ვიტყვი. ეხლა ჩვენ გვაქვს ჩვენ ოჯახს აქვს 4-5 ბაღი. გვაქვს ატამი, ცხალი, ბალი, კლიავი და ვაშატამი. 5 ბაღი გვაქვს და 5-ვე ბაღს ეხლა სანამ იმ ხომიარამდე მიიყვან იმ სრულ მოგებამდე 4-5 წელი უნდა სასუქები მისცე, უნდა შეწამლო. ეხლა ამაშენ ხო პირადად ვერ გააკეთე ყველაფერი, მუშები გინდა, ეს ყველაფერი გინდა და ეს ხო ყველაფერი ხარჯებია და ამას ბევრი ვერ უძლებს. ფაქტიურად 4-5 წელი ფულს დებ. ზოგადად როგორ არის, ფულს დებ, უნდა ამოიყო, მაგრამ როგორ გინდა 4-5 წელი ველოდო. აი, როგორი ფსიქოლოგიაა რა. მაგაზე უარის გეტყვით, კაცო, საერთოდ ადრე კეხურა ვაშლი 15 წელი უნდა დაელოდო, რომ ხომიარობა გააკეთო და ამხელა ნერვები გინდა და ის გინდა, როგორ გითხრათ, ნების ყოფა რომ დაელოდო.
ამ სიტყვა მოიტანა და გამახსენდა ასეთი გადაცემა იყო იმაში. ბრაზილიაში იყო პლანტაცია კაუჩუკის რა. დიდი პლანტაცია იყო სასწაული კაუჩუკის, კაუჩუკის მოგეხსენებათ რა არის, რომ ხე არის ასე სპეციალური და იქიდან მერე სითხე გამოდის და იმ სითხეს იყენებენ რეზინის დასამზადებლად. კაუჩუკი ბევრი არ არის საჭირო. სიტყვაზე თქვა 1 კილო კაუჩუკი თუ 1 ლიტრა კაუჩუკი თუ ლიტრა თუ ასე რაღაც სითხეა იმას თუ მოაგროვებ, ამ 1 ლიტრი კაუჩუკიდან მერე ხდება ბორბლები და ბორბლები მეთქი. საბურავების გაკეთება, რაღაც 50-100. და ძალიან მაგარი რაღაცა. მაგრამ უკვე რა ხდება? ეს ჟურნალისტი დადის იმ დიდ შახშია და მგონი მე მეძახია თუ არა. არა, მე არ მეძახია, რიგში უნდა დავდგე. ველოდები. მეტყვი მგონი მეძახიან. I had to come. Yeah, you want to pull in here? Just in front, yeah? Okay, მე დავაყენოთ ახლა ეს წუთით. მე მგონა იქ შევიდოთ, მაგრამ იქ ეზოში შემოდიოდა, ალბათ როგორ გადმოტკითხავენ. მაგრამ ეს რა ვიწრო რაღაცაა, ხა, ღობეს არ დავეჭახო. შევიდეთ ახლა. ეს შესასვლელია, ღობეს აი, თორე ეს არ დავარტყალა ეს, არ დაეჭახოს ამ ღობეს. კი, შევა. წესი შევა, კი, შევა. მისაყენებელი თუ ეს ალეთი გამოწვევა. Okay, კაიცხრი უკან მოდიო ზადნი ხუთით. გავიდეთ. ვიდეო პალეტით, მექსიკელები არიან, უყვართ მუშაობა. დავაყენე. მოტკითხავენ, ხოცხლები არიან. ამით უკვე გაწევენ. ეს ელექტრო ის აქვს. აგროშიკი და ამას გამოწევენ. It's yours? Is everything yours? No. It's a rich guy, yeah, who is the owner. Yeah. ვისაუბრე და არ გადამიღია ის დაინტერესდა ვინახარო და უთხრა ქართველი ვარ მეთქი და არ მეთქი და ეხლა საცხოვრობო და მეთქი ნიუ-იორკში, ნიუ-იორკში არაცა ვარ დამყოფია და ასე უყვართ ხოლმე საერთოდ ბიჭები დამეთანხმებიან რომ აი ხა რომ გამოდიხარ ნიუ-იორკის იქ ძალიან ბევრი ამერიკელები და სხვა შტატის წარმომადგენლები არ უსაყოფინა ნიუ-იორკში და ისე უხარიათ ხოლმე მე უყვები რაღაცეებს ისტორიებს და ასე შემდეგ ნელა გადმოთვითავენ ამას და წეღანას უთხარი მეთქი ეს შენია მეთქი ყველაფერი არა ჩემი რო იყოს ამიჭის მილიონერია და რას ვამბობთ ხა ბარემ შევწყვიტე მაგაზე ლაპარაკი ესე იგი ჟურნალისტი მივიდა ბრაზილიაში ხა ასე ეს ახლა ეს ალბათ ოფისია და შევა რა ეს ჟურნალისტი ეს კაცი უყვება კაცი ხა ეს იქნება 50-60 წლის კაცი ჯერ ხო მოუყვა იმას კაუჩუკის ისტორიის ამბები რაღაცები და მე შემოდის და სახსაც ათვალიანებ და დიდი ასეთი სურათი კიდია და ამ კაცის სურათია პორტრეტი ხელო ულაშები აქვს ამ კაცს და ესო ვინ არისო და ეს მე პატრონი ეძახე ვაიმე ამას ვენაცვალე აი ეს არის ჩემი ზედამთვარეო და ბაბუა ჩემიო და რატო ასე როგორ გიყვარსო და ეხლა რა მოყვა და ეხლა თქვენ თვითონ შეაფასეთ შეუყვარდება ასეთი კაცი თუ არა ესე იგი კაუჩუკი პირველ ნაყოფს თუნმე რო დარგავ და რო იზრდება იძლევა როგორ ფიქრობ მეგობრებო რამდენი წლის შემდეგ პირველ ნაყოფს ანუ ეს სითხე გამოდის 50 წლის ასაკში ესე იგი ამ კაცმა დარგო ესისა და გარდაიცვალა მერე შვილმა განაგძო და აი შვილი ახლა რომელიც იყო ამ კაუჩუკის პატრონი ეს სარგებლობდა ამ მოგებით და ამ იმითი სარგებლობდა ამ მოგებით აი წარმოვიდგინე ახლა
იმ ბაბუის ფსიქოლოგია, ესე იგი ისეთ რაღაცას რგავ, 50 წლის შემდეგ იძლევა, რა ქვია, მოგებას და იმაზე კი არ ფიქრობ, რომ შენ ისარგება, ფიქრობ შენ მომავალ თაობაზე. და ეხლა ის შვილი მილიონერი იყო, მილიარდერი ფაქტობრივად ხა კაუჩუკის მოთხოვნა და რა გასაკვირია, რომ ამხელა დიდი კაცის ულვაშებიან კაცი არ დაეკიდა სურათზე, ხო? ალბათ შვილმა ცოტა შვილა 5 წლის წინ გარდამეცვალაო მამაო, მაგრამ 5 წელი ისარგებლა და ეს ეხლა ეს შვილი და ნუ შვილთაშვილები ხო ისარგებლებენ და უბრალოდ რატო ამბობ, იცი მეც რო დავიწყე სოფლის მეურნეობა, ჩემმა კოლეგებმა და მეწილეებმა მითხრეს, რომ 5-6 წელი მაინც გინდაო რომ სრულ მოგებაზე წახვი და მეთქი 5-6 წელი რა დაელოდება მეთქი და მე გამახსენდა ეს კაუჩუკის ამბავი და მეც უკვე ენერგიულად და მოიტყვიან მოტივირებულად დავიწყე ასე თქვათ ენერგიის დახარჯვა ამ სფეროში. თუმცა ზოგჯერ მაინც მომივლის ხოლმე თავში რომ ვახ ამიტომ მე თუ წავედი და ამ წედა ვერ ნახე ეს მოგება და ისარგებელი რა უნდა იყოს სასიამოვნო, მაგრამ რას იზარ, სოფლის მეურნეობა ასეთია. მე თუ არა ჩემ შვილებს და შვილიშვილებს ხომ მაინც დარჩება ბოლოს იმ ულვაშებიანი კაცის მაგალითი მომყავს ჩემ ამბებში. მაგრამ რა ვიცი, იმედია ჩემ სიცოცხლეში და ჩემ ასე ვთქვათ აქტიურ მოქმედებებში ვისარგებლებთ იმ მოგებით და რასაც ქვია, ასე ვთქვათ, გავიხარეთ. გაიგე, რამდენი რა არის, ესეთი რაღაცა მოვიტანი, ხო? არის ეს სითხია. გინდა არ გინდა, მეგობრებო, ეს არის ბიზნესი, ეს არის მიმდინარე პროცესები. ჩვენც ახლა გინდა არ გინდა ფერმერად ვითვლები. ისეთი აქტიური ფერმერი არა ვარ, მაგრამ მე როგორც ვამბობ, ერთ-ერთი მკითხვა ხომ მკითხა, რამდენი ხანეულია ამერიკაში და ალბათ 1-2 წელი, მეტი არა და მე უკვე მთელი სული და გულით გადავერთობი სოფლის მეურნეობას. მე ალბათ უკვე ღმერთი ინებებს და როგორც ინებებს, როგორც იქნება და რანაირადაც იქნება. არა, ჯორჯ. თავარია სულ მაგას ვამბობ ხოლმე, რომ ზოგჯერ გული რო აუცრუდებათ ხოლმე ჩემ კოლეგებსაც და იმებს. ასიზა, ეს ცხოვრება, ეს ტირეა, ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე ტირე, გინდა არ გინდა მაინც გასავლელი გვაქვს და გავიაროთ ღირსეულად, ლამაზად და თუ მომგებიანი იქნება თუ არა და ნუ ჩვენი მომავალი თაობა განაგზობს და აგზდება ის ხაზი, რაც ამდენი საუკუნეები მოდის, ძველი თაობა მიდის, ახალი მოდის და ასე მოდის. მაგრამ ნუ გავიწყდება მეგობრებო, ჩვენ აქ მოვდივართ, მაგრამ სული ხო არ გდება, სული მიდის, სული უკტავია. აზეც უნდა ვიზრუნოთ, ვიფიქროთ და ღირსეულად მოვყოფოთ ამ სამყაროში და იმ სამყაროშიც. აგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით, იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით. ყველა ჩემ კოლეგას, ვინც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, ვისაც მოყავს ხეხილი, ბოსტნეულობა, რა ვიცი, ყველაფერი, ყველას უსურვებ წარმატებას, ბედნიერებას, თქვენთან ერთად ვარ და ერთად ვართ. შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში. მერტი იყო ჩვენი მფარველი.